ეხლა ეს ამოსუნთქვის საშუალება აქვს როგორც ერთ ასე მეორე სპორტსმენს. ცოტა და თითო შეცდომა უკვე შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს. მე გეტყვით რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატის ტრანსლაციის გენერალური სპონსორია სახალხო ბანკი. სახალხო ბანკი ხალხის სამსახურში. ძალიან იშვიათი ალბათ ზურა ესე ხულის გარეშე დასრულდა. ყველაფერი გაფრთხილებაც არ მიუღია არც ერთ სპორტსმენს. საკმაოდ დაძაბული არის. აქ თავის ფაქტორს ალბათ თამაშობს რომ მასპინძელი არის ფინალში და მაინც საჯების ნებისმიერი ალბათ მაინც აისკო. არის მოგული ვარ რომ ერთი არ გაგწირავს. არაფერი არ არის. აი ბონა შეიძლება არის გდება მე მგონი მისცა ვაზარია გილოცავ ყველა ზაზა კედელაშვილი ევროპის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ ეს ალბათ ძალიან რთული გასაკეთებელია და აი ხედავთ ეყო ზაზა ზალა მაინც დამატებით დროში რომ გაეკეთებინა ეს გდება და გახდა ევროპის ჩემპიონი აი უკვე გდების დროს თვითონ ხედავთ შოთა ხაბარელის იმ ემოციას და უკვე ალბათ იქიდან ძალიან კარგად ჩანდა დაინახა თვითონ ბატონმა შოთამ და ხედავთ აი იმ ემოციას როგორი გახარებულია საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ალბათ ასეთივე გახარებულია ყველა ის გულშემატკივარი რომელიც ახლა ჩვენ გვადევნებს თვალყურს ყველა უყურებს ალბათ სიტყვებით გასაგებია გენაცვალ ყოჩარს და ძალიან დიდი მადლობა ალბათ მე მინდა ყველა ქართულ ადამიანს ყველა ქართულ გულშემატკივარს მოვულოცო ბატონი ზაზა კედელაშვილის გამარჯვება ის ბატონი გახდა უკვე ორჯერ მან ევროპის ჩემპიონი გახდა ეს და ალბათ არ ვიცი მე ყოველთვის ვაცხადებ და ყოველთვის ვიძახი აი ხედავთ ზაზას რაოდენ ბედნიერია დღეს ალბათ აი მძიმე დღეს საზომ